მე ვფიქრობ, სახალხო დამცველი უნდა იყოს ისეთი ადამიანი, ვისაც აქვს გამოცდილება ადამიანის უფლების სფეროში საქმიანობის, ვისი რეპუტაციაც არასოდეს ეჭქვეშ არ დამდგარა, ვისაც აქვს ძალიან მაღალი ხარისხის ნდობა სამოქალაქო საზოგადოებიდან და მე ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით ჩვენ ძალიან წარმატებული ერთის მხრივ მაღალი ნდობის და მაღალი პროფესიონალიზმის სახალხო დამცველი გვეყოლება. თუ კი საქართველოს პარლამენტი მხარს დაუჭერს, რა თქმა უნდა, ნინა ხატისკაძის კანდიდატურას. რამდენადაც ვიცი, პოლიტიკური მოსაზრებების გამო დატოვა ის თანამდებობა, რომელიც შეუთავსებელი იყო პოლიტიკასთან, ხო? თავისთავად ეს, რა თქმა უნდა, კითხვებს აღძრავს. მეტი სხვა არაფერი არ ვიცი ამ ადამიანზე, მაგრამ თუ ის არის პოლიტიკურად მოტივირებული, გარკვეული პოლიტიკური იდეოლოგიის მხარდამჭერი, სახალხო დამცველს მეტი ნეიტრალურობა მოეთხოვება.